თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ გლანში საგზაო სამუშაოების დათვალიერებისას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ 74 წლის პენსიონერის გულნარა ბერიძის ოჯახში იმყოფებოდა. თბილისის მერმა პენსიონერის სახელმწიფო დაზღვევის პროექტი დეტალურად გააცნო. ქალაქის მერის მთავარი საზრუნავი დილიდან 74 წლის პენსიონერი გულნარა ბერიძე იყო. ქალბატონ გულნარას თვალი აწუხებს და კატარაქტის ოპერაცია ესაჭიროება. ამიტომ გიგი უგულავა დღეს თვალის კლინიკაში მასთან ერთად მივიდა და საჭირო გამოკვლევების ჩატარებამდე გაამხნევა კიდეც. აგერ თქვენ რომ დავბრძანდეთ და ჩვენი რიგი რომ მოვა დაგვიძახება. თვალი ახლა ბოლო პერიოდში უფრო გაგირთულდა? უფრო გაგირთულდა. მაშინ ესე ვქნა, ხვალ ერთად მივიდეთ და მოვაგვარდით. პირობა თბილისის მერმა გუშინ დადო, მაშინ როცა ქალბატონი გულნარა გაიცნო. გიგი უგულავამ გლდანში საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც გულნარა ბერიძის ოჯახს ესტუმრა. სწორედ მათთან სტუმრობისას გაიგო თბილისის მერმა, რომ ხანდაზმულ ქალბატონს თვალის პრობლემა ჰქონდა. ქალბატონ გულნარას მოვყევი გუშინ გავიცანი გლდანში და თვალის პრობლემა აქვს და ისე რომ თან სასტრაფო არისო. ეხლა დაზღვევა კი იწყება პენსიონერების სექტემბრიდან, მაგრამ სექტემბრამდე ვერ ითმეს თვალი და ამიტომ გასასინჯად ესე ვთქვათ გადაწყვიტა მოსვლა. თბილისის მერი კლინიკაში გულნარა ბერიძის გამოკვლევის პროცესს დაესწრო. პარალელურად კი მას ახალი პროგრამის დეტალებიც აუხსნა. პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება და ის ყველა პენსიონერისა და 5 წლამდე ბავშვის უფასო დაზღვევას გულისხმობს. ვინაიდან არ არსებობდა დაზღვევა პენსიონერების და როგორც აგერ ბატონ მამიშამ ბრძანა ყველაზე გავრცელებული 60 წლის შემდეგ თითქოს საპენსიო ასაკის თითქმის ყოველ მეორეს ეს პრობლემა აქვს. ჩვენ გამოვაცხადეთ ეს პროგრამა და ამ პროგრამის საშუალებით მაქსიმალურად ვეხმარებით. დაახლოებით ალბათ 5000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა ეს კატარაქტის ოპერაცია და ეხლა დაზღვევა რო შემოვა, დაზღვევა საერთოდ ყველა პენსიონერს დაეხმარება. მზად ხართ ოპერაცია რო გაიკეთოთ? ქალბატონმა გულნარა ბერიძემ ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტარა და დღესვე გადაწყდა, რომ მერიის უფასო ოპერაციების პროგრამით პაციენტი კატარაქტას ოპერაციას 2 დღეში ჩაიტარებს. ნერვიულობთ? ჰა? ცოტაში. ნუ ნერვიულობთ, აბა დროებით. ის ცოცხლი. აბა, და გამაგდით და კარგად იქნება ყველაფერი.